ლელოძლიერი საქართველოს ლიდერები გრიგოლ გეგელია და სალომე სამადაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კონგრესმენებს ჯო ულსონს, დერეკ ვან ორდენს, დენ კრენშოუს და კაროლ მილერს შეხვდნენ. როგორც კოალიციის წევრები ამბობენ, საუბარი შეეხო მეგობარ აქტს ქართული ოცნების მიერ გატარებულ რუსულ რეპრესიებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს. სალომე სამადაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფაქტობრივად საბოლოო ფაზაში შედის მეგობარი აქტის მიღების პროცესი. მისივე შეფასებით ეს არის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხისთვის, საქართველოს დემოკრატიისთვის უზარმაზარი მხარდაჭერის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. აქტიურად საბოლოო ფაზაში შედის მეგობარი აქტის მიღების პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქართველი ხალხისთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უზარმაზარი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, ასევე მხარდაჭერას უსაფრთხოების გამტკიცებაში, სავაჭრო ურთიერთობებში და სხვადასხვა. ამასთან ერთად ეს აქტი ითვალისწინებს ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში ახალი ზეწოლის პერგატების ამუშავებას და ჩვენი ამოცანა არის, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი მეგობარი აქტი, რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული, საბოლოო ფაზა დასრულდეს და სწორედ ამასთან დაკავშირებით მართავს ვაშინგტონში შეხვედრებს ორივე პალატის წარმომადგენლებთან, იმ ხალხთან, ვინც უშუალოდ მუშაობს ამ აქტზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ვაშინგტონში, კონგრესში, სენატში. მქონდა უკვე შეხვედრა რამდენიმე კონგრესმენთან და ეს შეხვედრები გრძელდება. ამავე დროს მქონდა შეხვედრები სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში. ჩვენ ამ ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ბუნებრივია ვისახავთ მეგობარი აქტის მიღების დაჩქარების ლობირებას ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან და პარტნიორებთან. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ მეგობარი აქტი რაც შევა სწრაფად უნდა იქნას მიღებული ქართველი ხალხის და ჩვენი დემოკრატიული პროტესტის ხარდასაჭერად და ამავე დროს ბუნებრივია საუბრობთ ყველაზე მეტს პოლიტპატიმრებზე, იქნება პოლიტიკური ლიდერები, თუ აქტივისტები და მოქალაქეები და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე, ისევე როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის აუცილებლობაზე.